ტექნოლოგიურ სფეროში ყოველწლიურად ერთ-ერთ მთავარ მოვლენად მიჩნეული დეველოპერების მსოფლიო კონფერენციაზე Apple-მა ხელოვნური ინტელექტის სფეროში დიდი ხნის ნანატრი ინოვაციური ცვლილებები წარადგინა, რომელიც კომპანიის ცნობილი ხმოვანი ასისტენტის განახლებულ ვერსიასაც მოიცავს. Apple-ის პრეზენტაციიდან გაირკვა, რომ ხმოვანი ასისტენტი შეძლებს არა მხოლოდ სიტყვიერი ბრძანებით დავალებების შესრულებას, არამედ მოწყობილობების ეკრანებზე არსებული ინფორმაციის გაანალიზებასა და მომხმარებლის პირადი სმარტფონიდან, MacBook-იდან, პლანშეტიდან თუ ჭკვიანი საათიდან მონაცემების გამოყენებას. სასურველ კითხვებზე პასუხების მისაღებად. Ამ თემას დისკუსიების თავიდან დასაგიდებლად Apple-მა პრეზენტაციის ფარგლებშივე ხაზი გაუსვა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას და განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს ინსტრუმენტი არ იქნება გამოყენებული მომხმარებლის პირადი მონაცემების მოსაპოვებლად. Apple-ის ხმოვანი ასისტენტი, რომელიც მანამდე კომპანიის მოწყობილობებში ავტომატურად იყო ჩაშენებული, ახლაც ასეთ არჩება, თუმცა დამატებით ხელმისაწვდომი იქნება ცალკე აპლიკაციის სახით. მისი ბეტა ვერსიის შაშობა კი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა ევროპაში არა, რასაც ბრიუსელიდან უპასუხეს. ამ საკითხზე რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია Apple-თან. ამას ნამდვილად ვადასტურებ. თუმცა Apple-მა უბრალოდ ვერ შეძლო ისეთი ურთიერთთავსებადი გადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც ევროკავშირის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების აუცილებელ სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. იმის ნაცვლად, რომ მას შეეცადა შესაბამისი და კანონთან თავსებადი გამოსავლის მოძებნა, Apple-მა მიმართა ევროკომისიას თხოვნით, გათავისუფლებულიყო ციფრული ბაზრების აქტის ფარგლებში დაკისრებული ურთიერთთავსებადობის ვალდებულებისგან. თანაც მინიმუმ 18 თვით. ევროკავშირის კანონი განხილვისა და მოლაპარაკებებისაგანი არ არის. კომისია არ გასცემს გამონაკლისებს, ისევე როგორც პოლიციელი ვერ გაათავისუფლებს მძღოლს სიჩქარის ლიმიტის დაცვის ვალდებულებისგან. ტექნოგიგანტი კომპანიის მიზანია შექმნას ბევრად უფრო მძლავრი და სარგებლის მომტანი ხმოვანი ასისტენტი, რომელიც Apple-ის სხვადასხვა მოწყობილობებში სასურველ დავალებებს აბსოლუტური სიზუსტით შეასრულებს. მაგალითად, მას შეიძლება ინტერნეტში მიმოფანტული რეცეპტების შეგროვება და მენიუს შედგენა, ან თავი მოუყაროს მეგობრების ჯგუფს ერთიან ჩატში. ამასთან ხმოვანი ასისტენტი კამერის აპლიკაციაშიც დაემატება და შეძლებს ინფორმაციის მიწოდებას თეფშზე არსებული კერძის კვებითი ღირებულების შესახებ მონაცემების, რასაც მანამდე ხანგრძლივი ძიება და მათემატიკური ამოცანების შესრულება სჭირდებოდა. ხმოვანი ასისტენტი მომხმარებელს დამხმარედ გამოადგება იმ შემთხვევაშიც, თუ ის ვერ გადაწყვეტს, რა ჩანთა შეუხამოს ტანსაცმელს. Apple-ის თანახმად, ამ ფორმით მის ხელში არსებული მოწყობილობა მომხმარებლის მოდის მრჩეველით შეიძლება გახდეს. კონფერენცია, რომელზეც ამერიკულმა კომპანიამ ინოვაციური ინსტრუმენტების შესახებ გამოაცხადა, Tim Cook-ისთვის Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში უკანასკნელი იყო. სექტემბრიდან ის თანამდებობას ჯონ ტერნეს გადასცემს, რომელიც კომპანიაში მეოთხედი საუკუნეა მუშაობს. ბოლო 5 წელია კი ხელმძღვანელობს იმ საინჟინრო გამყოფილებას, რომელთაც Apple ცნობილია თავისი ინოვაციური და გამორჩეული ტექნოლოგიებით. კომპანიის ხელმძღვანელი გარდამტეხ მომენტში იცვლება. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა და ფაქტობრივ დანერგვა გახდა პირველი გარდამტეხი მოვლენა იმის შემდეგ, რაც 2007 წელს სტივ ჯობსმა პირველი iPhone-ი წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ Tim Cook-ის მმართველობისას Apple-ის საბაზრო ღირებულება 4 ტრილიონზე მეტი ამერიკული დოლარით გაიზარდა, კომპანია ჯერჯერობით მაინც ვერ ეწევა ხელოვნური ინტელექტის ტრენდს, თუმცა პრეზენტაციისას Tim Cook-მა თქვა, რომ გულწრფელად ჯერა საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა.